შეხვედრას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ახალციხეში და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია გარბი, რომლის წარმომადგენლობასაც ახალციხეში წარმოადგენს ტელეკომპანია მეცხრე არხი. პროექტი არის მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში და იმის შესახებ საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამომრჩევლისთვის, რომ მოვიდეს თქვათ არჩევნებზე, მიიღოს მონაწილეობა და იცოდეს თითოეული კანდიდატის პროგრამა. პირდაპირ სიტყვას გადავცემ არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA-ს წარმომადგენელს ბატონ ზვიად დევდარიანს, რომელიც უფრო დეტალურად აგიხსნით. ეს არ არის დებატები, ანუ აქ არ იქნება ალბათ ისეთი ფორმატი, სადაც ხარებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთმანეთთან შევიდნენ დისკუსიაში, ამას აქვს უფრო ესეთი კითხვა-პასუხის რეჟიმი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის. ეს შეკითხვები ბუნებრივი არის იმ ტიპის შეკითხვები, რომლებიც მოქალაქეებიდან მოდის, რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების სწავლად, მაგრამ ჩვენ გვინდოდა ესეთი რეგიონული ჭრილი ვქონოდა და სწორედ ის თემები შეგვერჩია, რომელიც რეგიონის სპეციფიკის მიხედვით არის აქტუალური და მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ არც ერთი პარტიისგან არ მოგვისმენია, როგორი ხედვა აქვთ რეგიონის განვითარების. არის საუბარი ზოგან სოფლის მეურნეობაზე, ზოგან ტურიზმის განვითარებაზე, რას ფიქრობთ, რა კუთხით უნდა განვითარდეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, რა უნდა გაკეთდეს აქ და როგორ უნდა მოხდეს დაუშვათ საერთო საქართველოს ეკონომიკაში სამცხე-ჯავახეთის ჩართვა. ძირფესვიანად უნდა მოხდეს ეკონომიკის შეცვლა. როგორ შეიცვლება ეკონომიკა საქართველოში და როგორ გაძლიერდება ჯერ ქვეყანა, მერე რა თქმა უნდა რეგიონები. ძირფესვიანი რეფორმა ითვალისწინებს უნდა გადავიდეთ ციფრულ ფულზე. ყველა ადამიანს ექნება ჯეოკონის სახით 10,000 ლარი 40 წლიანი გარანტიით 1%. ჩემი გამოგონებით მაქვს პატარა მინი ქარხანა. საშრობები. ამას ჩამოვიტან 2 სოფელში, 3 სოფელში დავამონტაჟებთ. ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წელს შევიმუშავეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი ის ღონისძიებები, რაც უნდა გატარდეს ჩვენ რეგიონში. აქ არის კვლევების შედეგად შეიძლება ითქვას ისაც, რომ სამცხე-ჯავახეთი არის ერთადერთი რაიონი, რომელიც პირველ ადგილზეა თავისი შემოსავლებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის. სამცხე-ჯავახეთში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყველა სოფელში სარწყავი წყლები, უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამცხე-ჯავახეთში, ცალკეულ სოფლებში, ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამით სამცხე-ჯავახეთში ამ გეგმის მიხედვით გარკვეული დადებითი პროექტები განხორციელდეს. ჩვენი მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, რა თქმა უნდა ვითარდება, მაგრამ კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ტურიზმი. რაბათის და ვარძიის გარდა ჩვენ ბევრი ისეთი ადგილები და ისეთი ეკლესია, მონასტრები და ღირსშესანიშნავი ადგილები არის ჩვენს რეგიონში, რომ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, რომ შესაძლებელი გახდეს სხვა ადგილებშიც მისვლა, ტურისტების მობილიზება, უნდა ხელი შეეწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე მცირე საწარმოების განვითარება უნდა მოხდეს და ეს იაფასიანი კრედიტები, ეგრეთ წოდებული დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა უნდა მოხდეს მარტივად. მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა უნდა დაიწყოს მიწის დასაკუთრების თემის მოგვარებით. აუცილებლად უნდა მოხდეს კოოპერატივების ხელშეწყობა, ეს არის მრავალწლიანი სესხები მაქვს მხედველობაში, ეს დაბალპროცენტიანი სესხები, რომელიც მიზნობრივად უნდა გაიცეს, რა თქმა უნდა, სათანადო გეგმის, სათანადო ბიზნეს გეგმის შედეგად და არა სტიქიურად და სპონტანურად, რომ შემდეგ დაბრუნება მისი, ასე ვთქვათ, აღარ იყოს შესაძლებელი. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ტურიზმის განვითარება, ხელშეწყობა ამ მიმართულებით. აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ინფრასტრუქტურა, აქ იგულისხმება სათანადოდ გზები. 76 მილიონი ჩადებულია ახალციხე, ადიგენი, ხულო, ბათუმის მიმართულებით გზაში, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის ჩვენი რეგიონის გეოგრაფიას. 2,5 მილიონი ტურისტი, რომელიც მოემართება ჩვენ შავი ზღვის სანაპიროზე აზერბაიჯანიდან და სასომხეთიდან იმოძრავებს ახალციხის მიმართულებით, საერმეს მიმართულებით 25 მილიონიანი პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს, მოკლედ ვეთქვი, 40 წუთში ახალციხიდან კოპიტნარის აეროპორტში მგზავრის მიყვანას. 4 მილიონი პროექტი ქალაქ ახალციხეში გახორციელება მოვალი წლიდან, რომელსაც ტოლერანტობის გზა ქვია და რომელიც მოიცავს იმ უბანს ყბადაღებული მეორე ეტაპი რაბათის და ასე შემდეგ რაზეც ლაპარაკობდნენ და რომელიც ვითომ ჩაიშალა. თუ კი არ იქნება მიღებული ისეთი კანონპროექტი, რომელიც შეამცირებს
უკონტროლო შემოსვლა, შემოდინება სოფლის მეურნეობის პროდუქტის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან თუ არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან შესაბამისად ჩვენი გლეხის პროდუქტი იქნება ისეთი მდგომარეობაში, რომელიც კონკურენციას ვერ გაუწევს მას ფასის და გამო. ჩვენ გვაქვს პროგრამაში კონკრეტულად გაწერილი, რომ შევისყიდოთ გლეხებისგან ჩვენი რაიონის და ჩვენი რეგიონის გლეხებისგან ჭარბად მიღებული მოსავალი და შემდეგ სახელმწიფო უკვე ვალდებული იქნება, რომ ამას რეალიზება გაუკეთოს. დაბალპროცენტიანი სესხები, რომელიც ექნება მეწარმეს გლეხს და მას ექნება იმის საშუალება, რომ პირველი პროდუქციის რეალიზებამდე მან არ გადაიხადოს გადასახადი და შემდეგ უკვე ავტომატურად მოახდინოს ეს დაბალპროცენტიანი სესხების გადახდა. ბატონი ბესო ამბობს, რომ საზღვრებში შეკეტავს არ შემოუშვებს პროდუქციას იმისათვის, რომ ადგილობრივი პროდუქცია გასახდეს და გაიყიდოს, იყო ბატონო ეს საუბარი მაინტერესებს, ესე იგი თქვენ რას აკეთებთ? ქმნით ხელოვნურ მონოპოლიას იმისთვის, რომ გაძვირდეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ქმნით ხელოვნურ დეფიციტს და არა იმაზე ზრუნავთ, რომ როგორმე მოახერხოთ ჩვენთან წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაიაფება იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოს. წარმოიდგინეთ, საბაჟოზე ადამიანი შემოაქვს, საბაჟო გადასახადს ხდის, ტრანსპორტირების ფულს ხდის და ჩვენზე იაფი უждდება. და თქვენ საუბრობთ იმას, რომ საზღვარში აკეტავთ და იმ გლეხს პირიქით არ შევქმნით ისეთ სიტუაციას, რომ გაცილებით იაფი დაუდეს. მე არ მithქვამს საზღვრის შეკეთა, მე ვთქვი დარეგულირება საბაჟო მოსაკრებელის იმასთან დაკავშირებით, რომ უკონტროლოდ არ შემოვიდეს ის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი გლეხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გერმანიაში არ არის საკრძალული ლუდის შეტანა, მაგრამ არ გიღირს რომ შეიტანო. ტონობით პროდუქტს ყრიან, უფუჭდებათ. იქნებუპრიანი იქნებოდა ჩვენ გვეზრუნა იმაზე, რომ არ შემოსულიყო უკონტროლოდ ასეთი იაფასიანი უხარისხო პროდუქტი და ამას დავხმარებოდით გლეხობას ამ პროდუქციის რეალიზებაში. სახელმწიფომ უკვე 4 წელია, მაპატიეთ 3 წელია შემოიღო უფასო დაზღვევა სასოფლო-სამეურნეო ნათესების, რომელიც ანალოგი მსოფლიოში არ არის. სახელმწიფო დგას ამ დროს გლეხობის გვერდში და ის უზრუნველყოფს იმას, რომ თუ კი ბუნებრივი სტიქია ან რაიმე დაავადება გააფუჭებს ამ მოსავალს, ის არის დაზღვეული და სახელმწიფო იღებს ამ ფულს. წელს მაგალითად უკვე 9 მილიონი ლარი არის გაცემული მარტო ჩვენ რეგიონში ამ თვალსაზრისით და ეს პროცესები გრძელდება. არ უნდა ფიქრობდეს და ნერვიულებდეს იმაზე, რომ მოიყვანა მოსავალი, იწვალა იქ გარკვეული თანხები გადაიხადა მოყვანაში, ფიზიკურ შრომაში, სასუქების შესყიდვაში ასე შემდეგ და რომ არ გაუფუჭდეს მოყვანილი მოსავალი. ანუ ეს უნდა მოხდეს ან ჩაბარება პუნქტები უნდა იყოს ან სხვადასხვა ისინი სადაც მოახდენს გლეხი ამ პროდუქციის ჩაბარებას და იფიქრებს მოყვანაზე და არა შემდეგ ტრანსპორტირება როგორ განახორციელოს, როგორ გაყიდოს, სად გაყიდოს და ასე შემდეგ. მე ვთვლი, რომ არასწორია ის მიმართულება, რომელიც არ ვამბობ მარტო ამ ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ დაიწყო ეს სასუქების დარიგებები და რაღაცა მსგავსი საქმიანობები სოფლის მეურნეობის, არასწორია, უფასო მოხნები არასწორია და ცოტა სხვა დახმარება ჭირდება სოფლის მეურნეობას გასავითარებლად და არა ეს მიმართულება და ეს მაინტერესებდა ამ კუთხით თუ ქონდათ თქვენს განსხვავებული ხედვა. მე არ დავეთანხმები ბატონ გიას, რომ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება არ უნდა მოხდეს და ძალიან სამწუხაროა, რომ მარტო კახეთში და მანდარინის სუბსიდირებას ახდენს და ყურძნის და საერთოდ ახალციხეში კარტოფილის და სხვადასხვა პროდუქციის სტრატეგიული პროდუქტების სუბსიდირებას არ ახდენს სახელმწიფო. ეს ვაუჩერების დარიგების სისტემა არანაირი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა და სოფლის მეურნეობა ურიკებით და მოტოხერხების დარიგებით ვერ განვითარდება. სამცხე-ჯავახეთში 3 წელიწადში დახარჯული იყო 29 მილიონი სოფლის მეურნეობის კუთხით, სუფთა ვაუჩერების დარიგების კუთხით და ეხლა მე წარმოვიდგინე სამცხე-ჯავახეთში 29 მილიონი ლარით რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. სუბსიდირება აუცილებელია, რომ გლეხებს დავეხმაროთ. გლეხი პრაქტიკოსია და ყველაზე კარგად იცის თუ ის როგორ გამოიყენოს. 40 წლიანი კრედიტი 0.1%. აი ამის შემდეგ გლეხი თვითონ გამოიყენებს იმ თანხებს, თვითონ შექმნის თავის პროდუქციას და თვითონ იცის როგორ გაიტანოს და გაყიდოს ბაზარზე. ქართული ოცნება უკვე 4 წელია არის ხელისუფლებაში და რატო არის ლაპარაკი ახლა და რაღაცები რომელიც შესაძლებელია გაკეთებულიყო, რატო არ გაკეთდა. თქვათ რაბათი 4 წლის წინ გაიხსნა ზუსტად და ეხლა ვაპირებთ მეორე ნაწილის დაწყებას და რატო არა აქამდე და ეხლა არჩევნების დროს რატო გაგხსნათ? მე გეტყვით რატომ არ გაკეთა რაბათი, იმიტომ რომ ის ბევრი გაფუჭებული საქმე, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ, ჩვენ ვაკეთეთ იმ წლის განმავლობაში და ეხლა როდესაც გამოვნახეთ ფული, ერთი წუთით, დიახ, ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ და ბევრსაც გავაკეთებთ, იმიტომ რომ თქვენი ლაპარაკი არავის აღარ ჯერა, იმიტომ რომ თქვენ არ გააკეთეთ იმ წლის განმავლობაში.
თქვენ იჭერდით იმ ხალხს და ჩვენ იმათ რეაბილიტაციას მოუნდით, იმათი ოჯახების გამოყვანას მოუნდით იმ მდგომარეობიდან, რომელიც თქვენ დაიჭირეთ უკანონოდ. ამბობთ დაბალ პროცენტიანს, მით უმეტეს 40 წლიანს ესხი 0.1%-ით და სახელმწიფო არ არის ბანკი, ლოგიკურია, სახელმწიფო ამას ვერ გასცემს და ამ შემთხვევაში უნდა დააძალოთ ბანკს, რომ გასცეს 1%-იანი, ანუ ისეთი, რომელიც არ აწყობს რეალურად და არ გასცემს. საბანკო სექტორი არც ერთ სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დააფინანსებს არაფერს, თუ მას მყარი გარანტია არ აქვს. სახელმწიფოს ვალდებულება არის ზუსტად მყარი გარანტია მიცეს მათ, რომ ეს ჩადებული თანხა არ დაეკარგება. აი ამაზეა საუბარი, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას სასათბურე პირობები იმისთვის, რომ ეს ცესხები გამოიყოს. თუ არა ჩარევაზე არ არის საუბარი. 40 წლიანი კრედიტი. ეს ნიშნავს 0.1%. არის ციფრული ფული ეს. ამიტომ ვთქვი, რომ ბანკმა ზუსტად უნდა გააკეთოს ის რეფორმა, რომ სოფლიო ბანკებთან გაერთიანდეს და ჰქონდეს მიწვდომა, რომ ეს ციფრული ფული შემოვიდეს. როცა ეს ციფრული ფული იტრიალებს, ხალხს ყველას ექნება მიწვდომა, ყოველ ოჯახს ექნება 10,000 ლარის რაოდენობით. ამას ვერ გამოიტანს და სხვა რამე ეს იქნება ბიზნესისთვის მარტო მიმართული. სასწაული რამე მოვისმინე აქ რა. იცით 6 მილიონი ჩაიდო მე-4 წელს, რომ სარწყავი სისტემა გაკეთდეს. არ მუშაობს. 4 წლის განმავლობაში თუ ჩაიდო, უფრო უარესი, იმიტომ რომ ესე გამოდის, რომ გიორგი წმინდას ეხლა იწყებთ, რომელიც უნდა გასარწყავიანდეს. ხო, არ არის ჯერ გასარწყავიანებულია, მე იქ ვიყავი და ვიცი. რატომ აკეთებთ იმ პროექტებს ეხლა, რომელიც 2012 წლამდე იყო ჩადებული გეგმაში, როგორც ახალციხე ხულოს გზა, ისე საირმის გზა, ამას მიიწერთ და ვერ აკეთებთ, რატომ არ დაიწყეთ აქამდე? არ არსებობს არც ერთი არხი, არც ერთი წყალსაკაჩი, რომელიც გაკეთდა ბოლო 4 წელიწადში, რომლითაც თვითონ ერთმა მოსახლემ მაინც რაღაცა თავისი ნაკვეთი მორწყო. მე ვერ დამისახილი. სახელმწიფომ 6 მილიონი ჩადო უკვე და ეს გაკეთებულია და ქვედა ზონა გიორგი წმინდის ჩათვლით მთლიანად გასარწყავების სისტემა მომავალი წლიდან ყველა ამ ქვედა სოფლებს ექნება. 1.5 მილიონი ლარი არის აი ეხლა ჩადებული და ეს პროექტი იწყება და სოფელი კლდის და წნისის მიწები მთლიანად გასარწყავდება. ეხლა ლაპარაკია ძრავების გადაიარაღებაზე, რომ მათ უждდებათ 10 ლარი საათში. ეხლა დაუждდეთ 5 ლარი და ასე შემდეგ. ამ პროექტების დანახვა კიდევ ვიმეორებ, ვისაც უნდა ხედავს და ვინცაც არ უნდა, ამას ვერ ხედავს. სამცხე-ჯავახეთი არის მრავალროვანი რეგიონი. მოგეხსენებათ, ამორჩეველთა საკმაოდ სერიოზული ნაწილი არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ამიტომ ბუნებრივია ნებისმიერი პარტიის, ნებისმიერი დეპუტატობის კანდიდატის პროგრამაში ასევე ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა იყოს სწორედ ამ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი აქტიური ჩართულობა. რა თქმა უნდა, თქვენ ყველა დაპირებაში არის, როდესაც თქვენ გადიხართ ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში, რომ დაპირებები ბევრია პროგრამა, მაგრამ რამდენად იფიქრებთ თქვენ შუალედურ პერიოდში ასევე მათი უფლებების დაცვაზე და მათი მოთხოვნების დაცვაზე, ანუ არჩევნის შემდეგ. სახარბიელო მდგომარეობა არ არის სამცხე-ჯავახეთში. ეს არის დენთის კასრი, სადაც გარშემო ტრიალებს გასაღვივებელი ნაპერწკალი. ექსტრემისტები იმაშვებიან, აღვივებენ ამას, ჩვენ კიდე არ აგვყავს ის სპეციალისტები, რომლებიც ამას გაანეიტრალებენ და გაუნებელყოფენ ამ საქმეს. მე ზედაზონებში ვიყავი და ისეთი სიტუაცია, რომ ძალიან საშიში მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ჩვენებურად მიუდექით, შევპირდით, რომ ეს აღარ განმეორდება, იქნება ტოლერანტობა. ძალიან ფაქიზი თემაა. ბატონებო, ეს საკითხი თითოეულ სიტყვას, თითოეულ ნაბიჯებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის უფლებები იყოს დაცული. მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ჩვენ ამ ადამიანებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, უნდა მივცეთ იმისი შეგრძნება უნდა დაუბრუნოთ, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები. ძალიან ნაკლებია თვითონ ამ უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა ქვეყნის აღშენებლობაში, საჯარო სამსახურების მოქმედებაში. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით 1%-იც არ მუშაობს საჯარო სამსახურში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ეს ძალიან ცუდი ფაქტია. პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები არ არის ხელოვნურად შექმნილი, ეს პრობლემები არის გამოწვეული იქიდან, რომ ჩართულობა სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვანაირია. რასაც ვერ ვიტყვი ახალციხის რაიონზე. იმ პრობლემებს, რასაც ვხედავ, ეს არის იმ წარსულის გადმონაშთი. როდესაც მიაჩვიეს ეს ადამიანები, თუნდაც მუსულმანური თემი, იმას რომ
მიართმევდნენ რაღაცებს არჩევნების წინ და მათაც გაუჩნდათ ეს მოთხოვნილებები. და ეხლა სამართლიანად ითხოვენ, მართალია ბევრი რამე აკლიათ. სწორია, მეჩეთებიც ყველა სოფელში უნდა ქონდეთ, სადაც მუსულმანური მოსახლეობაა და რა თქმა უნდა სხვა რამეებიც, მაგრამ არა არჩევნების წინ. მე შეხვედრებზე დავდივარ, არავის არ უთქვამს ასეთ რამე, რომ ჩვენ ვართ შიშის და შანტაჟის ქვეშ. ეს გამორიცხულია, ნამდვილად არ შემხედრია. მე შევხვდი როგორც სომეხ მოსახლეობას სხვადასხვა ადგილებზე. ასე მგონდა შეხვედრა ადიგენის რაიონში მუსლიმ თემთან სხვადასხვა სოფლებში რამდენიმე შეხვედრა მქონდა. იმასაც გეტყვით, რომ სამწუხარო სურათი ვიხილე იქ დამოკიდებულება მუსლიმი თემის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ რაღაც მეორე ხარისხოვან მოსახლეობად გვთვლიან. ახალციხეში კიდე პრობლემა არ არის, იმიტომ რომ სომხური მოსახლეობა ბევრი მოდი, გუშინაც ქონდა შეხვედრა, რამდენიმე დღის წინაც მოვიდნენ და ძალიან აქტიურად ერთვებიან და იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დარეგულირდება და ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგრამ ძალიან ეხლა ის არ გვინდა. მე მგონი ამის ის, რომ რაღაც დიდი პრობლემაა და რაღაც ქართველებს შორისაც, ძმებს შორისაც ხდება და სხვადასხვა იმაში პრობლემები. ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს მთლიანობაში, რომ თუ კი რამე არის, ვაფასებთ როგორც მცირე პრობლემა და დიდი პრობლემა. და არ ვაქცევთ ყურადღებას, ზუსტადაც რომ პრობლემაა. როგორ შეიძლება არ გაითვალისწინო ადიგენში და ახალციხეში, როდესაც 1/13 ეთნიკურად და რელიგიურად უმცირესი წარმომადგენლები ყავს, მათი აზრი, რას ქვია მცირე პრობლემაა? ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი ჩადებული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვაცხადებთ, რაც მოხდა ადიგენში, ეს იყო საშინელება. როდესაც ადამიანმა სამართალწარმოება არ შეუძლია სახელმწიფო ენაზე აწარმოოს, ის ვერ იქნება ინტეგრირებული თავისთავად ცხადი. ახალციხეში 38% ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს. არა აქვთ უფლება მათ წარმომადგენელი ყავდეს მერიაში, მოადგილის სახით. არა ქართული მოსახლეობა არჩევნებში შეიძლება კიღებულობს მონაწილეობას, მაგრამ თქვენ არ გაძლევთ ხმას როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენელს, იმიტომ რომ ისეთი პროგრამა გაქვთ, იმიტომ რომ ასეთი პროგრამა გაქვთ. თქვენ გაქვთ ერთი საშუალება, მიხვიდეთ სოფელში, რახან იმ ხალხმა არ იცის ქართულად წერა და კითხვა, მონახოთ ვიღაც ავტორიტეტი და ელაპარაკოთ იმას და ის ავტორიტეტი მერე გადმოიბირებს მთელ სოფელს. ასე ხდებოდა და ესე ხდება დღესაც. ამიტომ ეს არის სახელმწიფო პრიორიტეტი. სახელმწიფო უნდა ჩასვას პროგრამა, სახელმწიფო უნდა თავის სახსრებით დადოს და ასწავლოს ხალხს ქართული ენა და სახელმწიფომ უნდა გამოიყვანოს ეს ხალხი. ბატონო ზურაბ, ყურადღებით გისმენით და თქვენ ახსენეთ ზედა ზონა. რა იგულისხმეთ ზედა ზონაში და ახსენეთ სიტყვა საშიში. რა იგულისხმეთ ამ საშიში? მე პრაქტიკოსი ვარ ამ საქმის, გაიგე? ამ საქმეს ჩემ ბეჭებზე გადაიარა ეს ყველაფერმა, როდესაც პატარა ნაპერწკალი ღვივდებოდა და ყურადღება არავინ მიაქცია შენი სახარ, ჩვენი სახარ და მე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით, გინდა სამაჩაბლოში და გინდა აფხაზეთში. აი ამიტომაც ეს პროფესიონალებმა უნდა ილაპარაკონ და იმ ტერმინოლოგიით უნდა ილაპარაკონ, რა ტერმინოლოგიაც ეკუთვნის ამ მიმართულებას. ჩვენ ახლა შეგვიძლია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე აგრონომმა ილაპარაკოს, მაგრამ გლეხსაც შეუძლია ილაპარაკოს, მაგრამ როდესაც ასეთ საკითხებს ვიხილავთ, ეს ნამდვილად სპეციალისტების დონეზე უნდა განვიხილოთ, რომ არ მოხდეს ეს დენთის აფეთქება. რაც ადიგენში მოხდა ეს მოვლენები, მინარეთის რო არ ატარებდნენ ასე შემდეგ, რატო მოხდა, რატო ჩაერია სპეცრაზმი და რატო როცა ლიბერალიზაციაზე ჩართულობაზე ვლაპარაკობთ, პირიქით ვქმნის სახელმწიფო ამ შემთხვევაში პრობლემებს და ასევე მე პირადად ძალიან არ მესიამოვნებ, როდესაც რამოდენიმე ადამიანმა ჩვენს მოსახლეობას რაღაც შემთხვევაში ნაღმი და ასე რაღაც უწოდა. ეს არ უნდა მოხდარიყო, რა თქმა უნდა, მე პირველად და ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ამას ვგმობთ და თვლით, რომ ადამიანს თავისი აღსარულობის მიხედვით უნდა შეეძლოს, რომ დაუპრობლად მივიდეს სალოცავში, კონდეს პირველ რიგში სალოცავი, დაუპრობლად მივიდეს და თუ ეს საკითხია მიცვალებულის დაკრძალვაზე, მან თავისი წესით, როგორც ის რელიგია მოითხოვს, თავისი წესით უნდა დაკრძალოს და სასაფლაოც კონდეს ამისი და ეს ამაზე საერთოდ საუბარიც არ უნდა იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც 3 წლის განმავლობაში ბავშვები კერძო სახლში სწავლობენ და ყურადღებას არავინ არ აქცევს. როდესაც მიდიან გასაუბრებაზე და ეუბნებიან შენ რომელი აღმსარებლობის ხარ. როდესაც მიდიან და შენ აჭარელი და თათარი ხარ. როგორ ფიქრობთ იმათ რეაქცია როგორი ექნებათ?
ეს არ არის ნაღმი? ეს ზუსტადაც რომ ნაღმია. მე ვხედავ ამას. ამას მოგვარება ჭირდება და არა იგულერყოფა რომ მიწყნარებულია და მიჩუმათებულია. ვულკანიც არის ზოგი მიჩუმათების წყნარად დუხს და მე როდის ამოაფრქვევს არავინ არ იცის და მე გვიანია. ძალიან სამწუხაროა რომ ფაქტიურად ეთნიკური უმცირესობა თავიანთ აზრს ვერ გამოხატავს არჩევნებში, ვინაიდან ხელისუფლება ფაქტიურად დაკავებულია ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ ამ ეთნიკურ უმცირესობას თავზე მოახვიოს თავისი აზრი, რომ გინდა თუ არა მათ ხმა უნდა მიცენ სახელმწიფო პარტიას. ეხლა ესაც არ ყოფნი და რუსეთის მოქალაქე არსებობს ესეთი ადამიანი, ვინმე გოგორიანი წყალთბილაში. ეხლა ამ წუთში დაკავებულია ეს ადამიანი ასეთი საკითხების გადაწყვეტით, შექმნილი ყავს სპეციალური ჯგუფი ამ ადამიანს, რომელიც დაკავებულია ამ ჩვენი პლაკატების და ბანერების განადგურებით და დახევით და თუ თქვენ ხმას მისცემს ნებისმიერ სხვა კანდიდატს და არა სახელმწიფოს, აღარ გექნებათ გაზი. სოფელ აბატხევში იმიტომ არ გაქვთ გაზი, რომ აქ გაიმარჯვა ადგილობრივ თვითმმართველობაში ოპოზიციის კანდიდატმა და არც გექნებათ გაზი, არ გექნებათ გზა. იმდენად გათავხედდა ვიტყვი პირდაპირ რომ მეც მირეკავს და მე მეუბნება რა შეგჭირდება აქ რა მოდიხარ ამ სოფლებში და დადიხარ შენაო შენ არ იციო რომ ხელისუფლება უნდა გაიმარჯვოს. ბატონო ვაჟა ზუსტად ნაციონალური მოძრაობის დანერგილის სტრატეგია მავანი და მავანის ჩამოყვანა. მასეთივეა იადოიანი, მასეთივეა გოგორიანი, მასეთივე არის ბევრი სხვა მსგავსი, რომლებიც ზუსტად თავიანთი ავტორიტეტით თუ კი არ მიცემდნენ ხმას იმას, მაშინ არ დაეხმარებიან ისინი მათ. ეს ზუსტად მიშას დაგეგმილია. არის გარკვეული პრობლემები. ცოტა წინა პლანზე წამოყენებული, რომელიც ხანდისხან აგრესიაში გადადის ხოლმე. მოდით, ისინი ნუ გამოამჟღავნებენ ისეთ აგრესიული ფორმით ნუ წარმოადგენენ, რომ მათი რაღაცა გარკვეული უფლებები კი არ უნდა ამ მასკნას რაც დახიან დაცული იქნას, არამედ უნდა ამაღლდეს. თორე დაცული ნებისმიერი ვართ. არა მარტო კონსტიტუციით, არამედ ჩვენი ურთიერთობით, ჩვენი ტრადიციით, ჩვენი დამოკიდებულებით. შეკრიბეთ ხალხი შეეკითხეთ, ეს ჭირდება თუ ის ჭირდებათ, როგორ დაწერეთ ეს სტრატეგია ერთი მაინტერესებს. ეგერთი, იმიტომ რომ ჯერ ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ამის მიხედვით მე როგორ განავავითაროთ ერთი მხარე თუ ორი მხარე თუ მესამე მხარე, მე ამის მიხედვით უნდა იმჯელოს მთავრობამ და სპეციალისტებმა უნდა დაგეგმონ ეს ყველაფერი. შეხვედრას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ახალციხეში და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია გარბი, რომლის წარმომადგენლობასაც ახალციხეში წარმოადგენს ტელეკომპანია მეცხრე არხი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის.